დამიტკინდა კრონის დიაგნოზი, მაწუხებდა დაახლოებით 8-10 წელი, შეიძლება მეტიც კიდევ. მუცლის ძლიერი შეტევითი ტკივილები, აი ეს იყო კატასტროფული ტკივილები. რო სიკვდილს უყურებდი თვალებში. ვერც ერთმა ექიმმა ვერ დასვა დიაგნოზი, სამწუხაროდ მოვიარე ძალიან ბევრი ექიმები, კლინიკები და ახლობლის რეკომენდაციით ბატონი ბესომე ტონიძესთან მივედი, რომელმაც ეს ჩემი დიაგნოზი დასვა და საბოლოო გამაჯამთელებამდე მიმიყვანა. ისეთი შეხვედრა იყო, თუნდაც ის პირველი შეხვედრა, რატომღაც მეგონა დიდხანს ვიცნობდი, რაღაცა ისეთი შინაურულად, ისეთ თბილად მემიღო. პაციენტი მაჭარაშვილი ინეზა, რომელმაც მოგმართა ავადმყოფობის რამოდენიმე წლიანი ანამნეზით, რაც გამოიხატებოდა პერიოდულად მოვლითი ხასიათის ტკივილებით, მუცლის ღრუში, შებერილობით, ყაბზობით, მუცლის ასიმეტრიით და ასე შემდეგ. ყველა ამ აღწერილობის გათვალისწინებით პაციენტს შევთავაზეთ ქირურგიული მკურნალობა, რაც ჩატარდა 2024 წელს. დიდი ზომის კონგლომერატი იყო, წვრილი და მსხვილი ნაწლავების მარყუჟებისგან ფორმირებული. გაკეთდა წარმონაქმნის რეზექცია სააღი ფარგლებში და ოპერაციის დროსვე აღდგა ნაწლავის ბუნებრივი მთლიანობა მუცლის ღრუში. ოპერაციამდე არ ვიყავი სრულყოფილი ჯანმრთელობის მხრივ, არ შემეძლო დამოუკიდებლად გასვლა, არაფრის გაკეთება, ვიყავი მაინც ვიღაცაზე დამოკიდებული და ოპერაციის მერე უფრო სრულყოფილი გავხდი, იმიტომ რომ მე ყველაფერი შემიძლია, უკვე მე აღარ წარმომიდგენია ტკივილი არ არსებობს და როდესაც ტკივილი არ არის, უკვე ყველაფერი შესაძლებელია. პოსტოპერაციულმა პერიოდმა ჩაიარა გართულებების გარეშე, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და დღემდე ცხოვრების ხარისხი შეიცვალა უკეთესობისკენ. დაიწყო პაციენტმა წონაში მატება, ყველანაირი სიმპტომი პრაქტიკულად მოიხსნა და თავს დღეს გრძნობს ძალიან კარგად. დღეს პაციენტი იმყოფება გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ და ვაგრძელებთ მის მონიტორინგს. რაც არ უნდა ადამიანი რაღაცას ებრძოდეს, შეიძლება ფეხზე წამოდგე და შეიძლება სიცოცხლე გააგრძელო. უნდა იყო უფრო მეტად ხალისიანი და უფრო მეტად თავდაჯერებული, რომ შენ ყველაფერს შეძლო. ესეთი რთული სამედიცინო შემთხვევები ექიმისთვის და ქირურგისთვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან თვალნათლივ ხედავ შედეგს იმ თანმიმდევრული და სწორი ნაბიჯების სამედიცინო სფეროში, რასაც შენ თვითონ დგავ და ამის საბოლოო შედეგი არის გამოჯანმრთელებული პაციენტი. ვისაც ამ პროცედურის გავლა უწევს, პირველ რიგში რომ სულიერად არ დაეცეს, უსურვებ. ყველაფრის გაძლება შეიძლება, ადამიანი თუ სულიერად არ დაეცემა, ყველაფერს გაუძლებს და ყველაფერი კარგად დამთავრდება, იმიტომ რომ ჯანმრთელობა შეიძლება რომ დაიბრუნო ადამიანი.